ძალადობის ყოველი ახალი ტალღა გამოიწვევს წინააღმდეგობის ახალ ტალღას. ასე პასუხობენ ოლიგარქიული რეჟიმის რეპრესიებს ხელოვანები. ამბობენ, რომ არ ეშინიათ, არ ნებდებიან და ბოლომდე იდგებიან უკანონოდ დატყვევებული ადამიანების გვერდით. ბრძოლას სისტემური უსამართლობის წინააღმდეგ კი უკომპრომისოდ აგრძელებენ. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს სასამართლოს მხრიდან უკანონობის დაკანონება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნორმალიზება. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა რა თქმა უნდა გავრცელდება. ჩვენ ვართ მხნეთ და ამ შემთხვევაში უკვე როგორც მოქალაქე და როგორც დედა ვამბობ ამას, ჩვენ ვართ გამწარებული დედების მხარეს და მათ ყოველთვის გავუმაგრებთ ზურგს. საქართველოში სასამართლო იქცა ფარსად. ჩვენი დაკავებული მოქალაქეები შინაგანად მეტად თავისუფალნი არიან, ვიდრე რეჟიმის მოსამსახურედ ქცეული ქართული სასამართლო. ანუ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სასამართლოს დადგეს სიმართლის მხარეს. წინააღმდეგობის მიუხედავად ოლიგარქიული რეჟიმი ჯერჯერობით უკან არ იხევს. ოცნების არაღიარებული გუნდი განაგრძობს აქტიური მოქალაქეების სისტემურ დევნას და სავარაუდოდ თვლის, რომ ამით მათ დააშინებს. თუმცა შედეგად საპირისპიროს იღებს. ყველაფერი მივა იქამდე, რომ ივანიშვილი თავისი ამ რაღაცა არ ვიცი ადავარქვა გუნდი თუ რაღაცა ბალაგანია ეს რა, თავისი ბალაგანით გაიქცევა საბოლოო ჯამში, არ ვიცი სად ირანში თუ რუსეთში, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდება რა, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა ვართ კეთილგონიერების მხარეს და ვითხოვთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. საკნებსაც კი ათავისუფლებენ იმისთვის, რომ ახალი პატიმრებით შეავსონ, კრიმინალები გამოუშვეს და სწორედ პროტესტის მონაწილე ადამიანებისთვის თავისუფალი საკნები ჭირდებათ. ვუცხადებთ რა თქმა უნდა სოლიდარობას ყველა დაკავებულ ადამიანს და განსაკუთრებით ჩვენ კოლეგებს. სწორედ ამიტომ ჭირდებათ აი ასეთი მართლა გამორჩეული ადამიანები ამყოფონ ციხეში, რომ როგორმე გატეხონ ეს პროცესი, მაგრამ 2 თვე სრულდება ახლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ 2 თვის თავზე კიდევ უფრო მეტი ვიდგებით. ეს პროტესტი არ დამთავრდება. ოლიგარქს დამორჩილებულმა სასამართლომ დღეს 2000 ლარით დააჯარიმა გურამ მაცხონაშვილი. რეჟისორი 18 იანვარს თემქის პოლიციასთან დააკავეს. ის ნიღბების გამოყენების აკრძალვის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა. მაცხონაშვილმა რეჟიმს დაუმორჩილებლობა აქციაზე და პროცესის შემდეგაც გამოუცხადა და სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ნიღაბი გაიკეთა. ავტორიტარიზმში ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობა იყოს მკაფიო, იყოს ცალსახა, არ ექვემდებარებოდეს ინტერპრეტაციას. ნიღბებიც და იმდრიდელი მარშიც იყო ამის აქტი, ამის ჩვენება, ამის დემონსტრირება. და ნიღბები იქნება ის მინიმალური სიმბოლო ამ წინააღმდეგობისაც შენარჩუნდება მომავალშიც. ესეთი სიმბოლოები ბევრად უფრო კომიკურს წარმოაჩენს რეჟიმს, თუმცა ეს კომიკურობა არ ნიშნავს, რომ ისინი სუსტები არიან. რეჟიმი ჯერ უსაფუძვლოდ აკავებს, შემდეგ კი მათ დისკრედიტაციას ცდილობს. არალეგიტიმური ხელისუფლების სამიზნედ იქცა ანდრო ჭიჭინაძე. მსახიობს, რომელსაც საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს, დღეს თავდებში დადგომა მამუკა მდინარაძემ შესთავაზა. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ანდრო იმ დანაშაულს აღიარებს, რომლის ირგვლივაც პროკურატურა მტკიცებულებები დღემდე არ გჭირდება მამუკა, ბატონს ვერ ვიწოდებთ. მამუკა, არ გჭირდება თქვენი თავდებში ჩადგომა. ჩვენ თვითონ მოვახერხებთ იმას, რომ ბოლომდე მივყვეთ, ვიბრძოლოთ და ანდროს არ გაგაშავებინებთ. ძალიან ბრძოლის უნარიანი ვარ, არ გაგაშავებინებთ ანდროს, არც ჩვენ ოჯახს. ამიტომ მოერიდეთ ესეთი განცხადებების გაკეთებას. თავდებში დაუდგება ანდროს საზოგადოება. ანდრო ჭიჭინაძის მხარდაჭერას განაგრძობენ მისი კოლეგები. ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის დასის მიერ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება. საზოგადოებას ხვალ ეწოდინება წინააღმდეგობის რა ახალ ეტაპზე გადავლენ ხელს.